აზრით. ქართველებისა და აზერბაიჯანელების ერთობლივი კინონამუშევარი გადაღებები ორივე ქვეყანაში მიმდინარეობს. ფილმის სიუჟეტი კი ახალგაზრდა მამაკაცზე მოგვითხრობს, რომელიც გერმანიიდან დეპორტირებული ბაბუის დაკარგულ დოკუმენტებს საქართველოში ეძებს. ეროვნული არქივი ერთი დღით გადასაღებ მოედნად იქცა. სიკვდილის შურისძიების შემდეგ ქართულ-აზერბაიჯანული ფილმია. გადამღები ჯგუფი სვანეთის შემდეგ დარჩენილ სცენებს არქივის უნიკალური დოკუმენტების საცავში იღებს. საქართველოში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა. ფილმში მრავალი ეროვნების ადამიანია დასაქმებული, რაც საუკეთესო ატმოსფეროს ქმნის გადასაღებ მოედანზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში პირველად იღებენ მხატვრულ ფილმს, აქამდე როდესაც ფილმი გადაუღეთ, ეს ყოველთვის ყოფილა დოკუმენტური ფილმი და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ფილმის სცენაში მოხვდა ეროვნული არქივის დოკუმენტები, რომლის მეშვეობითაც ფილმის მთავარი გმირი თავის წინაპრების კვალს ეძებს. ფილმის სიუჟეტის მიხედვით მოქმედება აზერბაიჯანში, გერმანიასა და საქართველოში ვითარდება. ურლიხ რეიენბახი გერმანელი მსახიობია და ფილმში მთავარ როლს ასრულებს. მან გარდაცვლილი ბაბუის ბოლო თხოვნა უნდა შეასრულოს, რომელიც 1941 წელს გერმანიიდან საქართველოში იყო დეპორტირებული. ურლიხის გმირმა საქართველოში ბაბუის დაკარგულ დოკუმენტებს უნდა მიაგნოს. ჩემი გმირის მოვალეობაა ბაბუის თხოვნის შესრულება. ის უკვე ძალიან მოხუცია. 1941 წელს ის საქართველოში ცხოვრობდა, ყავდა ბევრი მეგობარი და ამ ქვეყნის მიმართ განსაკუთრებული გრძნობები ჰქონდა. ჩემი გმირი საქართველოში მოგზაურობით ბევრს სწავლობს. მთლიანად იცვლება მისი მსოფლმხედველობა. პოულობს ბაბუის ნათხოვარ დოკუმენტებს და ამით მის უკანასკნელ სურვილს ასრულებს. ეროვნული არქივი გადასაღებ მოედნად მხოლოდ ერთი დღე დარჩება. სცენების დასრულების შემდეგ ჯგუფი ისევ აზერბაიჯანში დაბრუნდება.